საქართველოს პირველი პირი-პოლონეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ სადგილს დაესწრო ბრონისლავ კომაროვსკიმ ყურადღება ქართველი და პოლონელი ხალხების მეგობრობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ორ მოძმეერ საერთო ფასეულობა თავისუფლებისადმი დაუყებელი სწრაფვა აერთიანებს. საქართველოს განვითარების და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამტკიცების თაობაზე გიორგი მარგველაშვილს საკუთარი მოსაზრება პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გაუზიარეს. საქართველოს პრეზიდენტმა თითოეულ მათგანს სამშობლოში დაბრუნება უსურვა. გიორგი მარგველაშვილი დღეს კრაკოვს ესტუმრება. უაღრესად სასიამოვნო შეხვედრები იყო, ერთიანი ხედვები გამოვლინდა და ჩამოყალიბდა და ამ მიმართულებით ჩვენ ხვალაც ვაგრძელებთ მუშაობას. პოლონეთი საგანგებოდ არის არჩეული როგორც ჩემი ევროპაში ვიზიტის პირველი ქვეყანა, იმიტომ რომ პოლონეთის არა მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ მდგრადი მხარდაჭერა პოლონეთის მიერ საქართველოსი მართლა ასეთი წითელი ხაზით გაძლევს ახალ ქართულ დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიას.